ისევ პენიტენციური დაწესებულება და ისევ დარღვეული პატიმრის უფლებები ამჯერად ქალთა დაწესებულები და მსჯავრდებული ანასტასია ზინოვკინა ამბობს, რომ დაწესებულებაში არის გაუსაძლისი პირობები. ის უკვე რამდენიმე კვირა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს, თუმცა სრულიად უშედეგოდ უფლებადამცველი ამბობს, რომ მსჯავრდებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება. შესაბამისად მნიშვნელოვანია მისი გადაყვანა პენიტენციური დაწესებულებიდან შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. უფლებადამცველი ამბობს, რომ როგორც მას აქვს ინფორმაცია, ციხის ადმინისტრაცია უკვე გაუგზავნა სასჯელ ახსულების დაწესებულებას შესაბამისი ოფიციალური წერილი იმის შესახებ, რომ მსჯავრდებული ქალი გადაყვანილ იქნეს სამედიცინო დაწესებულებაში, თუმცა ჯერჯერობით იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებას არ მოუწერია ამ ოფიციალურ დოკუმენტზე ხელი. უფლებადამცველი ამტკიცებს, რომ ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე და იმ შემთხვევაში თუ არ მოხდება მისი ეტაპირება პენიტენციური დაწესებულებიდან რომელიმე კლინიკაში, ასეთ შემთხვევაში მძიმე შედეგი დადგება. ანასტასია ზინოვკინას ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლოს როდესაც შევხვდი იყო საკმაოდ რთულ მდგომარეობაში. მას გააქვს ხერხემლის ეგრეთ წოდებული თიაქარი, რაც გამწვავებული ფორმით არის, ვინაიდან ციხეში მოგეხსენებათ არ არსებობს ის ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფდა მის ჯანმრთელობის მდგომარეობის იდენტურ გარემოს. აქედან გამომდინარე ის მუდმივი ტკივილები, რაც გააჩნია მხოლოდ ადგილობრივ დონეზე, რაც შეუძლია ექიმს ეს არის, რომ გაუყუჩოს, თუმცა არ ტარდება შესაბამისი მკურნალობა მის მიმართ და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უკვე ტკივილების, ასე ვთქვათ, ატანის რეჟიმში არის. ანასტასიამ განმიმარტა თავად ციხის ადმინისტრაციამაც მიმართა შესაბამის სამსახურს, რაზეც არ აქვს პასუხი დღემდე მიღებული, ასევე არც მე მაქვს პასუხი მიღებული. ანასტასია ზინოვკინა რამდენიმე თვის წინ სამართალდამცველებმა საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებულ ქალს ნარკოტიკული საშუალების შეძენა შენახვას ედავებოდა, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ამ საქმეში პირდაპირ ვიდეო მტკიცებულება. ამის მიუხედავად მოსამართლემ ქალი 8 წლიან პატიმრობაში გაუშვა. ამის შემდგომ, როგორც უფლებადამცველები ამბობენ, მსჯავრდებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება.